ის ორი ბიჭი აღნიშნე ბევრგან და ეხლა ვიძახი რომ არამც თუ ჩვენებას არ აძლევენ, აღარც აღიარებენ. შირის ფაქტორია ძალიან დიდი. სამწუხაროდ საქართველოში ხალხს პოლიციის ეშინია და მე გამოვჩდი გოგო 21 წლის ის ვინც ამას საკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა უთხრა, რომ ეს კადრები არის სრული აბსურდი. მათ ამოჭრეს, გადაჭრეს, გადააბეს, გადმოაბეს, ვინც ნორმალური ადამიანებს უყურეს, მიხვდება, რომ ეს კადრები არის აბსურდი, იმიტომ რომ თავიანთი შედგენილი თვითონ რომ გამოადგეთ გომზე მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ 9 სათვალთვალო კამერამ გადაიღო. მათ შორის 6 უშუალოდ შემთხვევის ადგილზეა დამონტაჟებული. კუსტრის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა და ის გადაღებულია, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ვიტამინში საუბრობენ. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ დაწესებულებაში, რომლის მენეჯერი სწორედ კიკიანია, ამბობენ, რომ არაფერი დაუნახავთ და მისი ცემის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან. არ მინახია, გითხარი რომ გავიგე, არ მინახია. მე რატომ მეკითხები? მე არავითარი ვარ და არ ვიცი. თქვენი თანამშრომელზეა საუბარი. გასაგებია, მაგრამ მე არ ვიცი. ლიკა კიკიანი შემთხვევის დღესვე გამოკვლევებზე ნიუ ჰოსპიტალში მივიდა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. მოგვიანებით ინფორმაციას ავრცელებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც საავადმყოფოში მისვლამდე ლიკა კიკიანი გასინჯა. პირველადი სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ პაციენტს გარეგნული დაზიანებები არ ჰქონდა.